ღამის კურიერის მეორე ბლოკს საუბარს ვიწყებთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან მიხეილ დუნდუაცასთან, რომელიც უკვე ჩვენთან ერთად იმყოფება სტუდიაში. მოგესალმებით. მადლობა რომ მოგხვედით ჩვენ გადაცემაში. თქვენ მადლობა მოწვევისათვის. ჩვენ ახლა წინასწარმეტყველთან ვსაუბრობდით იმ ახალ პროექტზე, რომელიც განხორციელებაც იგეგმება დედაქალაქში, თუმცა ვიცით რომ ეს არ არის ერთ-ერთი საინვესტიციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი, მეგა პროექტი, რომელიც ასევე უნდა განხორციელდეს საქართველოში და მეტიც სხვადასხვა კონკრეტული პროექტის გარდა უკვე საუბრობენ საქართველოს როგორც რეგიონული საინვესტიციო ჰაბის ფორმირებაზე. მე მინდა კითხოთ, რამ განაპირობა ის, რომ აი ესეთი გლობალური რთული, турბულენტური გარემოს ფონზე, ასევე გლობალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ინარჩუნებს საერთაშორისო ინვესტორებისა თუ პარტნიორების როგორც ინტერესს, ასევე ნდობას. დიახ, ინარჩუნებს ნდობას და აძლიერებს ნდობას და ინტერესს. აძლიერებს, იმიტომ რომ საქართველოს ნამდვილად არის ოაზისი რეგიონში და მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, სტაბილურობის, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაზრისით და მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც ყიდულნარიანი ეკონომიკის და ასევე დოლარში, ნომინალში მაღალი ეკონომიკური და ისა რეალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, ასევე პროგნოზი, რომელსაც საერთაშორისო ინსტიტუტები ახორციელებენ სამომავლოდ რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას, ყოველივე საბოლოო ჯამში ქმნის ძლიერ განცდას ინვესტორებში, რომ საქართველოში არის ხელსაყრელი და საუკეთესო პირობები ინვესტირებისათვის და არის საუკეთესო ლოკაცია ინვესტირების კაპიტალდაბანდებების განსახორციელებლად და ბუნებრივია ეს ყოველივე ხდება აქედან გამომდინარე. ხომ არ არის ერთგვარად ამის განმაპირობებელი ფაქტორი, თქვათ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი, თქვათ კაპიტალის დროებით გადმოტანა ჩვენ ქვეყანაში თუ აი საქართველოს ყალიბდება და ინარჩუნებს ერთ-ერთ მიმზიდველ საინვესტიციო ძელადიან პირობებში. საქართველოს უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებს ამ პოზიციას და აჩვენებს ძლიერ სტაბილურ ზრდას და სამომავლო პროგნოზები 2031 წლის ჩათვლით საერთო ფონდს აქვს გამოქვეყნებული ამ პერიოდშიც მაღალი მაჩვენებლები აქვს. მე მინდა ყურადღება გამოვახვილო ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაზე, რომელიც 2025 წლის შედეგებს ეფუძნება, სადაც საერთო ფონდის მონაცემები წმინდა უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებების თვალსაზრისით და ასევე Hedge Foundation-ის საინვესტიციო თავისუფლების კვლევა, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი თვალსაზრისით. აი ამ შეჯერებით საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით სოფლიოში მეოთხე ადგილზე გავიდა. ანუ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ინვესტიცია განხორციელდეს და ყველაფერი კეთდება ინვესტიციების მოზიდვისათვის. ასე რომ ძალიან ლოგიკურია და არ არის გასაკვირი, როდესაც უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან საქართველოში ინვესტირებით და ჩვენ ვხედავთ ამ ძლიერ საინვესტიციო პროცესებს. თუმცა თქვენ ხელისუფლების ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აი ეს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რაც შემოდის საქართველოში, არ არის საკმარისი. უფრო მეტი რომ გითხრათ, რეალურად რა სურათი გვაქვს დღეს ამ მიმართულებით? პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ძალიან კარგ დონეზე, 1.7 მილიონის მოცულ ფარგლებში იყო დაახლოებით 2025 წელს 1.688,7 მილიარდი დოლარი. ძალიან მაღალია მაჩვენებელი და ბოლო 4 წლის მაჩვენებელს თუ ჩვენ დავაკვირდებით 2 მილიარდი დოლარი, 1.9 და ასე შემდეგ. ძალიან მაღალია ეს კონცენტრაცია და რაც ვახსენეთ ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევა, სწორედ ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით და აგრეთვე საკანონმდებლო ბაზისა და აღსრულების თვალსაზრისით მთელი ამ პროცესები შეჯერებით იყო ეს გაანალიზებული და ამიტომაც გავიდა საქართველოს მეოთხე პოზიციაზე და ბუნებრივია, როდესაც ხედავს, რომ კვლევა საერთაშორისო შემფასებლების მიერ განხორციელებული კვლევა ადასტურებს საქართველოს წარმატებას, ბუნებრივია ინვესტორს ნდობა სწორედ ამ მიმართულებით აქვს და როცა აქცენტ საქართველოს აკეთებს, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ბატონ მიხეილ, აი თუ შეგიძლიათ გითხრათ და გამოყოთ კონკრეტული სექტორები, დარგები, სადაც ყველაზე მეტი კაპიტალი იდება. მნიშვნელოვანი მრავალპროფილური, მრავალსექტორული არის საინვესტიციო პროცესები, იდება თანხა ესეთ მიმართულებით, როგორც არის საფინანსო სექტორი, მშენებლობა, უძრავი ქონების სექტორი, ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების სექტორი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა. ეს ყოველივე მრავალდარგოვანი, ასე ვთქვათ, მიმართულება საინვესტიციო პროცესების და მოზიდვისა ქმნის, ასე ვთქვათ, ინკლუზიური განვითარების პერსპექტივას, მრავალდარგოვანი განვითარების პერსპექტივას და საქართველოს არის მრავალი საინვესტიციო პროექტის ავტორი, მაგალითად და ინიციატორი, მაგალითად შავი ზღვის დამაკავშირებელი ელექტრომაგისტრალი კაბელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად და განავითაროს საქართველოს ენერგეტიკა და ეკონომიკა, მისი იდეის ავტორი და ინიციატორი
არის საქართველო და უმაღლეს მნიშვნელობა მიანიჭა მას ევროკავშირის მხრიდან და სხვა საერთო ინსტიტუტების მხრიდან. ასე რომ ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს პერსპექტივის სახით საქართველოს, რომელიც არათუ პერსპექტივაში უნდა ვქცევთ დაწყებულია ეს პროცესი, რომელიც მრავალმილიარდიან შემოსავალს უხდის ქვეყანას და ეს რა თქმა უნდა ეკონომიკურ ზრდაზე აისახება ძალიან ძლიერად. საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, როგორ აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ასევე სხვა ორგანიზაციები. ძალიან მაღალ დონეზე არის შეფასება. ჩვენ თუ შევხვდით კეთილდღეობა იზოვება, როგორი მაჩვენებლით ესა ერთსულ მოსახლეზე ეკონომიკის მაჩვენებელი, როგორც რეალური, ისე მწყვიდულუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ასევე დოლარში. რა პროგნოზიც აქვს გაკეთებული სავალუტო ფონდს, ეს ნიშნავს იმას, რომ 2024-დან 31 წლის ჩათვლით საქართველო ერთსულ მოსახლეზე როგორც მწყვიდულუნარიანი, ისე რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპით არის მსოფლიოში გამორჩეული ევრაზიაში პირველ ადგილზე მსოფლიოს საუკეთესო სამეულში. 2012-31 წლების მაჩვენებელიც კი 13-31 წლების მაჩვენებელიც კი უფრო დიდი ვადით შევხედოთ, აი ამ თვალსაზრისითაც მსოფლიოს საუკეთესო სამეულში ერთსულ მოსახლეზე ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით და ევრაზიაში პირველ ადგილზე. ან როცა შენ პირველ ადგილზე ხარ ევრაზიაში და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შედიხარ, ასეთ რთულ პირობებში გრძელვადიანი თვალსაზრისით და არა მხოლოდ მოკლევადიანი თვალსაზრისით, რომელიმე მოვლენას არ დავაბრალოთ ეს საკითხი, ეს ნიშნავს სტაბილურ განცდას, სტაბილურობის ძლიერ განცდას საერთაშორისო ინვესტორებში და ბუნებრივია ყოველივე ეს აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აი მაგალითად შესანიშნავი კვლევა დადო სავალუტო ფონდმა მწყვიდულუნარიანი პარიტეტის მიხედვით, ან მწყვიდულუნარიანი ეკონომიკის თვალსაზრისით როგორ ვითარება ქვეყანაში და 2026 წელს ფიქრობს სავალუტო ფონდი, რომ საქართველოში მწყვიდულუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთსულზე ეკონომიკა იქნება 33,000 საერთაშორისო დოლარი. ეს შეესაბამება ისევე სავალუტო ფონდის საზრებით 2021 წლის საბერძნეთის მაჩვენებლს, უფრო მაღალია და 2021 წელს საბერძნეთს უნდა თავისი ახალი ისტორიული მაქსიმუმი ამ თვალსაზრისით. ახლა 5 წლიანი ჩამორჩენა გვაქვს ამ კუთხით საბერძნეთთან სავალუტო ფონდის შეფასებით. რო შევადაროთ, როგორი გზა გამოვიარეთ აქამდე. 2012 წელს ჩვენი ეს მაჩვენებელი იყო 10,300 და შეესაბამებოდა 30 წლის წინადელ მაჩვენებელს საბერძნეთის 1992 წლის მაჩვენებელს ჩამოვარდებოდა კიდეც. ანუ 30 წლიანი ჩამორჩენა ჩვენ 12-13 წელიწადში შევამცირეთ 5 წლიან ჩამორჩენამდე. და ბუნებრივია, როცა ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, არა თუ 2030 წლისთვის, 2028-30 წლებისათვის საქართველო უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. სავალუტო ფონდის პროგნოზით და მას გამოვიყენებ 2031 წელს ერთსულზე ნომინალში დოლარში ერთსულზე ეკონომიკა იქნება 18,000 დოლარი და დაახლოებით 14,000 იქნება 2028 წლისთვის, რომელიც გაიზრდება თანამედროვე 15, 16 და ასე 18,000 დოლარის ოდენობით, რაც რეალურად აჩენს პერსპექტივას, რომ ამ პერიოდში ჩვენ გავხდეთ მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. და მაღალშემოსავლიანი ქვეყანა ნიშნავს იმას, რომ კეთილდღეობის ახალ დონეზე გადავდივართ, სადაც ისეთი პრობლემა, როგორც არის სიღარიბე, უნდა განულდეს. უნდა იყოს ნულთან ძალიან ახლოს. საერთაშორისო რეიტინგებზეც მინდა გითხოთ, აი ძალიან ხშირად ქვეყნდება ასეთი რეიტინგები, სადაც საქართველოს პოზიტიური შეფასებები აქვს, არაერთი მიმართულებით, მათ შორის აქ არის კორუფციის დაბალი დონე, ბიზნეს გარემო, ეკონომიკური თავისუფლება, აი სად გვაქვს ყველაზე კარგი მაჩვენებელი, რომელ რეიტინგებში? რომელი ჩამოთვალო უკვე მინდა შევარჩიო მაჩვენებელი, რომ ძალიან ბევრი რეიტინგია, სადაც ჩვენ გვაქვს მოწინავე პოზიცია. აი ბოლო რეიტინგები, რომელიც გამოქვეყნდა 2026 წლის კეთილდღეობისა და თავისუფლების ატლასში, რომელიც ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა 2025 წლის ინდექსზე ფუძნება კვლევას ეს მაჩვენებელი და კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველო 2012 წლის შემდგომ კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველო გაიყვანა პირველ ადგილზე მსოფლიოში და მიმდინარე მაჩვენებლის მიხედვით საუკეთესო 50 ქვეყანას შორის. ეს ძალიან დიდი მიღწევა და აჩვენებს, რომ როდესაც კვლევას ატარებს ორგანიზაცია, როდესაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იკვლევს საკითხს, სხვა გამოსავალი არა, თუ არა საქართველოს წარმატება აღიაროს და ეს დადასტურებულია. ბოლო კვლევა, რომელიც
გუშინ გამოქვეყნა გუშინ წინ იქნა გამოქვეყნებული, რომელიც დემოკრატიის ალიანსმა, დემოკრატიათა ალიანსმა გამოქვეყნა რასმუსენი ხელმძღვანელობის ამ ფონდს საქართველოს მაგალითად თავრობის გამჭვირვალეობით გლობალური დემოკრატიის აღქმის ინდექსი 2026 წელი და მთავრობის გამჭვირვალეობით საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზე. და ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ გამჭვირვალე ანგარიშვალდებული, ასე ვთქვათ, მმართველობით საქართველოს შეუძლია კეთილდღეობის დონეების გაუმჯობესება და საერთაშორისო ნდობის მოპოვება. გლობალური აღქმის ინდექსით, რომელიც სწორედ მაშინ გამოქვეყნდა 2 დღის წინ, 50,000 ადამიანი იქნა გამოკითხული მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ ქვეყანაში, ისევ ამ ფონდის მიერ და მიიღო ისეთი შედეგი, რომ საქართველოს არის ევროპის საუკეთესო 20-ში. ეს რას ნიშნავს, რას გულისხმობს გლობალური აღქმის ინდექსი? გულისხმობს იმას, შეფასებას, რამდენად დადებითად ან უარყოფითად აფასებენ რესპონდენტები ქვეყანაში, ან საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ ვითარებას. და საქართველოს შეფასებულია დადებითად, ისეთ დადებითად, რომ არის ევროპის საუკეთესო 20-ში. ესაა საერთაშორისო შეფასებები, რომელსაც ახორციელებენ ავტორიტეტული ორგანიზაციები. ნუ სავალუტო ფონდთან დაკავშირებით გითხარით, ასე რომ როგორც სხვა საერთაშორისო შეფასებლები, ისე საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოსზე საუბრობენ, როგორც გამორჩეულ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის გაუმჯობესება და სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით. და ბუნებრივია, ყველა ეს ფაქტორი საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერებას ნიშნავს. თუმცა აი ეს ჩვენ საუბრობთ ახლა ეკონომიკურ ზრდაზე, ეს პოზიტიურ შეფასებებზე სხვადასხვა რეიტინგში, თუმცა მინდა გითხოთ, ეს ყველაფერი როდის აისახება მოქალაქეებზე, რეალურ შედეგს როდის იგრძნობენ მოქალაქეები თავიანთ ჯიბეზე. რომ დავარებოთ თავი თქვათ რეიტინგებს, სტატისტიკას და ასე შემდეგ. თუმცა მათთან ერთადაც უნდა ვთქვათ, სტატისტიკასთან და რეიტინგთან ერთად უნდა განვიხილოთ ეს კონტექსტურად ეს საკითხი, იმიტომ რომ ეს უწყვეტი პროცესია. წელსაც, შარშანს და მომავალ წელსაც ჩვენ გვექნება კეთილდღეობის გაუმჯობესების გარკვეული ტემპი, რომელიც უფრო წინ წავწევს და ამაზეა საუბარი, როდესაც რეიტინგებს აქვეყნებენ. მაგალითად, მსოფლიო ბანკი ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება სოციალურ ფონზე ყოველივე ეს, თავის კვლევა გამოაქვეყნა უკვე აპრილში, რომელიც ეხება სოციალური მდგომარეობის 3 დონეს, ეს არის მაღალი საშუალო შემოსავლის კლასის დონე, დაბალი საშუალო შემოსავლის კლასის დონე და სიხარების საერთაშორისო ზღვარი. აი ამ ფარგლებში გვეუბნება მსოფლიო ბანკი, რომ 2028 წლისთვის მოსახლეობის დაახლოებით 65% იქნება მაღალი საშუალო შემოსავლის კლასის დონეზე ან უფრო შეძლებული. და ახლა სად ვართ? ახლა ჩვენ ეს მაჩვენებელი დაახლოებით არის 60%-მდე. 65%-მდე უნდა გაიზარდოს ეს მაჩვენებელი, ხოლო რაც შეეხება დაბალი საშუალო შემოსავლის კლასის ქვემოთ მოსახლეობის წილს, ეს 2028 წლისთვის უნდა იყოს დაახლოებით 7%-ის დონეზე, 6-7% ნაკლების დონეზე. ახლა დაახლოებით აზრი დაბალია, თუმცა კარგი მაჩვენებელია და 4 წელიწადში სერიოზული პროგრესია მის შემცირების კუთხით, ანუ სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით 2012 წლის შემდგომ კიდევ უფრო სამეცნიერო ეს მაჩვენებელი, იმიტომ რომ როგორც მსოფლიო ბანკი აცხადებს, 2012 წლის შემდგომ მაღალი საშუალო შემოსავლის კლასის კატეგორიაში 1 მილიონი ადამიანი გადავიდა უკვე. 1 მილიონი ადამიანი. და ეს მაჩვენებელი რამდენიმე ასეულ ათასით გაიზრდება 2028 წლისათვის. ჩვენ 2028 წლიდან პრაქტიკულად უნდა დავიწყოთ სიღარიბის სრული დასრულება. ნულთან მიახლოება ამ სიღარიბის, თქვათ, რთული მახასიათებლების განულება და უნდა გადავიდეთ კეთილდღეობის ახალ ფასაში. მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი უნდა მივიღოთ. და ბოლო კითხვასაც დაგიცვამთ, რამდენად გრადია საქართველოს ეკონომიკური მოდელი, მსოფლიო ეკონომიკა დღეს არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, აქ არის მუდმივი დაძაბულობა, ენერგოკრიზისი, ინფლაცია, სავაჭრო ომები. აი, საქართველოს რა არის ის, რაც თქვათ საქართველოს ეკონომიკას იცავს აი ამ გარეშოკების? საქართველოს ეკონომიკა არის საკმარისად დივერსიფიცირებული და მინეროს მისი დივერსიფიცირება მაღალ დონეზე. ის საერთაშორისო პროექტები, რომელზეც ვისაუბრეთ, მაგალითად, ენერგეტიკული პროექტი შავი ზღვის დამოკავშირებელი ელექტრომაგისტრალი კაბელთან დაკავშირებით საქართველოს მრავალმილიარდიან შემოსავლებს წელიწადში გადის, ასე ვთქვათ, და ეს მნიშვნელოვანი მდგრადობის განმაპირობებელი ფაქტორია. მდგრადი არის ტურისტული პოტენციალი და მდგრადი არის ის დარგები, მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელიც ძალიან მზარდია ქვეყანაში. მდგრადობას განსაზღვრებს აგრეთვე ის, რომ თანთანობით ჩვენ ვამცირებთ საგადახდელო ბალანსის უარყოფით სალდოს და ქვეყანა შეიძლება ძალიან მალე გახდეს
მოხდეს პროფიციტული ეკონომიკა, არა იმპორტს დამოკიდებული როგორც დღეს არის, არამედ პროფიციტული ეკონომიკა, უფრო მეტი შემოდიოდეს ფულადის სახსრების სახით, ვიდრე გადიოდეს საიმპორტო შენაძენზე, ან თქვათ ასეთ ფინანსური ნაკადების თვალსაზრისით და როდესაც ჩვენ გავხდებით პროფიციტული ეკონომიკა, ეს ძალიან მალე იქნება უკვე რეალურად უფრო ახალი დონე გვექნება ეკონომიკური განვითარებისა. ჩვენ უნდა მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, ახლა ჩვენ საკრედიტო რეიტინგი გვაქვს, ორი საფეხური გვაქვს საინვესტიციო რეიტინგის მისაღებად და დარწმუნებული ვარ, მალე ამასაც მივაღწევთ. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მიხეილ დუნდუა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩვენ საუბრობდით იმ უპრეცედენტო პროექტზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება და ქვეყნის ეკონომიკაზე, მთავარ გამოწვევებზე და იმ მიღწევებზე, რომელიც დღეს საქართველოს აქვს არაერთი მიმართულებით. ამით ღამის კურიერი დასრულებულია. ჩვენ გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათამდე. დროებით მადლობა რომ გვიყურეთ.